თინეიჯერობაში ფსიხს რატომ გეძახდნენ? მაშინ ცხოვრობდით ნახალოგაში ჩვენ, იქ ვიზრდებოდით და ჩვენს წინ იყო ტყე, სადაც დავდიოდით სავარჯიშოდ და გვასწავლდნენ ჩხუბს. მერე გვაჩხუბებდნენ. ეხლა ცოტა ველურად მიმაჩნია ეხლა ეგ საქმე, მაგრამ იმიტომ რომ ბევრი მომხვედრია მეც ბევრთვის დამირტყავს. ბავშვობას გიყვები რა ეს რა 8-9 წლის, 7 წლის. თინეიჯერიც რომ ძალიან პატარა ხარ რა. მაგრამ აი უნდა გვესწავლა რა და მე შეგვარიგებდნენ უფროსები, ჩვენზე უფროსები, არ გულისხმობ 20 წლის. აი ესე 13-14 წლის ბიჭები. მაგრამ უნდა გვესწავლა ეს, ხო და ერთი ბიჭი იყო ფსიხ, ჰქონდა ესეთი მეტსახელი, ხო, კლიჩკას რო და ის გავლახე რა. მგავლახე როგორ მოვერიე რა. მე დამარქვეს რა ეგ სახელი. აი ეგეთი ისტორია იყო. ნერვიული იყავი, ამის გამო სვარ და არა, პირიქით. ჩხუბის დროს რო ეკეტებათ. არა, ჩხუბის დროს არ უნდა დაგეკეტოს. ჩემის აზრით, თუ ჩხუბი გისწავლე, არ უნდა დაგეკეტოს. პირიქით უნდა საღათ იაზროვნო. ქუჩაში გაგირჩევია საქმეები? როგორ არა. ყავდა და მყავს კიდევაც ახლობლები, რომელიც აი ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ კიდევაც დღესაც, ხო, ახლა ჩემ ასაკში არიან ზოგი ახალგაზრდაცაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ჩემმა რა გითხრა, ჩემმა იმ საქმემ, რასაც მე ვაკეთებდი, მან წამიყვანა ალბათ ამ გზაზე, რომელზეც დავდივარ. მაგარინაცები მისულ ხარ სახში? არა, სახში არ მისულვარ, მაგრამ მოხვედრია, მაგრამ ერთ ჩემი ძალიან ახლობლებთან ვიყავით, თბილისის ზღვაზე იყო მაშინ რესტორანი, ხო და ბევრნი იყვნენ ძალიან რა, ერთი 15 კაცამდე იყო რაღაც დიდუსუთ რაღაც. მოკლედ რაღაც იქ შენი გოგო ვეცეკო, არ ვეცეკო რაღაცა და წავიდა ჩხუბის, მაგარი ჩხუბი თან, ისეთი არა, ეს არის კამებით იმით. გვერევიან რა, ხან გავრბივართ, ხან ბრუნდებით კიდე ურთხავს. ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი გაქრა აღარ არის რა. ბიჭო ვეძებთ ეხა მოვდივართ ამ ქუჩაში რა გოგო რის გოგო ჭკუაზე არა ვარ. ცოცხალია მკვდარია. აღარ ვეძებთ ყვირი ვარ და უცბად ამოდის რა. იქიდან ბიჭო სად ახარ? სად დაიკარგე? იარაღი მქონდაო და თუ იარაღი მქონდა მოკლეს ძემით ერთი გაგესროლა ჰაერშო აი ესეთ ცირკები რა. და ქალის გამო ისე ხშირად გიჭყუბია? ხშირად არა, მაგრამ კი ყოფილა. ძირითადი მიზეზი ხო ეს არის ხოლმე გოგოს გამო. აქ თბილისში, ხო, აი ბავშვობაში უფრო რა, ბავშვობაში. აი რუსეთში უფრო მეტად. რუსეთში უფრო მეტად. აი რუსეთში ხო დავდიოდით კონცერტებზე, თქვა, როგორი კონცერტები იყო იცი, ერთკვირიანი კი არა. მივდიოდით 2 თვე, 3 თვე, 4 თვე გასტროლი იყო და ასე რა ცხოვრობდით, ესეთი ცხოვრები და ხან დავლევდით, ხან რესტორანი იყო, ხან ის იყო, ხან და სულ შარი იყო სულ. სხვისი ცოლი მოგწონებია? სხვის ცოლზე არ იყო აქ ლაპარაკი, უბრალოდ აი ხო შეიძლება რესტორანში შევხვიდე? როგორ არ მოგწონებე, ხალი მოგეწონება რა იცი ვის ცოლია, სიტყვაზე რაღაც ყოფილა, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში შეურაცხყოფა არავის ეგრე არ მიმეყენებე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. პირიქით, იქედან მოდიოდა, იქედან რომ შეიძლება თქვენ გოგოს ვეცეკო და მე ეწყებოდა მთელი ამბავი. მე ქართველი ვარ და